მოგესალმებით საქართველოში 11 საათია და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში მე ლელა ბაღდავაძე ვარ. ჩვენს კითხვებს კი დაცემის პირველ ნაწილში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე უპასუხებს ცოტა გლობალური პოლიტიკა და უფრო მეტი საქართველოში მიმდინარე პროცესები. დაგვალოდეთ დავიწყებთ ზუსტად 3 წამში, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. პარლამენტში დღეს რიგარის შესხდომაზე განსახილველად გავა ფრაქცია საქართველოსთვის ინიციატივა, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასა და აღნიშნული კომისიის მიერ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მანიფესტაციების დაშლის ლეგიტიმურობისა და გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლას ითვალისწინებს. სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს გიორგი გამისონიას დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა. სახელობითი სტიპენდია 600 ლარის ოდენობით მას ყოველთვიურად 4 სასწავლო წლის განმავლობაში გადაეცემა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა საჯარო სკოლებში საინფორმაციო შემეცნებითი შეხვედრები ჩაატარა. შეხვედრების მიზანი მოსწავლეებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების დამაღლება იყო. ლოს-ანჯელესის პოლიციამ ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მათი 32 წლის ვაჟი ნიკი დააკავა და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. რობ რაინერი და მისი მეუღლე მიშელი საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს, როგორც მედია წერს. წყვილის ვაჟი ნიკი დიდი ხნის განმავლობაში ნარკოდამოკიდებული იყო. მაშას ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ვახტანგ და მადლობა რომ გვესტუმრეთ. გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონ ვახტანგ, ვიდრე საქართველოზე ვისაუბრებდით, მოდით დავიწყოთ გლობალური პოლიტიკური საკითხით, რასაც ქვია უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების მიზნით არსებული მოლაპარაკებები. აღნიშნულ საკითხზე გუშინ ბრიუსელში იმსჯელეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე. იქამდე იყო 5 საათიანი შეხვედრა ბერლინში ვოლოდიმირ ზელენსკის, გერმანიის კანცლერის და დონალდ ტრამპის წარმომადგენლის სტივ უიტკოფის მონაწილეობით. აი კვირები გადის, კონკრეტული შედეგი კი ჯერჯერობით არ ჩანს. რა პირი უჩანს და აქვე არავის ეპარება იჭვი, რომ ეს მძიმე ზეწოლის ქვეშ უნდა იყოს ვოლოდიმირ ზელენსკი. აი როგორ ფიქრობთ, გაუძლებს უკრაინის პრეზიდენტი ამ ზეწოლას და შეძლებს ბოლომდე დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები? იცით რა, თუ მერცის განცხადებას დაუჯერებთ ბერლინში შეხვედრის შემდეგ, თითქოს რაღაც შეთანხმება ყოველ შემთხვევაში ევროპას, ამერიკასა და ზელენსკის შორის რაღაც გამოიკვეთა შეთანხმება. რამდენად დაეთანხმება რუსეთი ამ მიღწეულ გეგმას, ეგ ცალკეთება, იმიტომ რომ რუსეთი დღეს თulis რომ ის იგებს ამ ომს და არ ჭირდება მას ზედმეტად, ასე ვთქვათ, თავის ატკიება. ამიტომ ეცდება რომ მთლიანად ის, რასაც ითხოვდა პუტინი ომის დაწყების პირველ ეტაპზე, ისე ის შესრულდეს და ეს დაკანონდეს. გაუძლებს თუ არა ზელენსკი, აქ მარტო ზელენსკიზე არაა ლაპარაკი. როდესაც ლაპარაკი არის ამ ზეწოლაზე, ზელენსკიმ თქვა ტერიტორიებთან დაკავშირებით ყოველ შემთხვევაში გააკეთა განაცხადი იმის თაობაზე, რომ ამ თემაზე უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი. ანუ პასუხისმგებლობის აღება თავის თავზე, როგორი ძლიერი პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, არავის უნდა, მხოლოდ საკუთარ თავზე. ამიტომ ზელენსკი ფიქრობ, რომ ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით მარწავა დათმობაზე, თუ არსებობს ამის ვარიანტი, ალბათ გაკეთდება რეფერენდუმი. თავისთავად ახლა 4 წლიანი ომიდან ესე სწრაფად გამოსვლა, ნუ არაფერს ლაპარაკობ ტრამპის განცხადებებზე 24 საათში რომ დაასრულებდა ამ ომს, ხო? ესე მარტივი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ თუ შეთანხმებაც კი იქნება რაღაც ეტაპზე მიღწეული, ომი მაინც გაგრძელდება და ინციდენტები მაინც გაგრძელდება. ყველაზე
საუკეთესო ვარიანტში რაღაც მშვიდობის მაგვარი ალბათ გაზაფხულზე თუ გვექნება იმ შემთხვევაში თუ რუსეთიც დათანხმდება ამ სამშვიდობო ვაი მიღებას. დასავლური მედია წერს, რომ უკრაინამ მზადაა განიხილოს მტკივნეული კომპრომისები, იქნება ეს ნატოში წევრობაზე უარის თქმა თუ არჩევნების რაც შეიძლება სწრაფად ჩატარება, თუმცა არსებობს ზღვარი, რომლის მიღმაც ზელენსკი წასვლას არ აპირებს და ეს ზღვარი სწორედ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხს უკავშირდება. ზელენსკის ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია აქვს და ასეთ კითხვას ვამს: თუ უკრაინული ჯარები დონბასიდან უკან დაიხევენ 5-10 კილომეტრამდე, რატომ არ უნდა დაიხიონ რუსეთის ჯარებმაც იმავე მანძილით ოკუპირებულ ტერიტორიებზე? არის თუ არა ზელენსკის მიერ დასმული კითხვა ლოგიკურიც და სამართლიანიც და მაშინ რატომ წერია ასე ვთქვათ ომის გაყინვის 28 პუნქტიან ამერიკულ გეგმაში, რომ ყველაზე სწორი იქნება დონბასის ტერიტორიაზე მხოლოდ რუსეთის ეროვნული გვარდიის შესვლა? აი რა უნდა თვითონ ტრამპს და ამერიკას ესეც მინდა გკითხოთ და რატომ ტოვებს ამერიკული სამშვიდობო გეგმა შთაბეჭდილებას, რომ ის არის მოსკოვის სასარგებლოდ, ასე ვთქვათ, მკვეთრად მიკერძოებული? ტრამპს რაც უნდა გასაგებია, უნდა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში და მას როგორც ქვეყანას შტატებს რანაირი საფრთხე არ ემუქრება. მან თქვა, რომ ატლანტის ოკეანეა და კი ბატონო მიხედათ თქვენ თავს თუ ძალიან გინდათ ეს ამბავი ევროპელებს განუცხადა. ამიტომ სხვისი მიწების და ქონების გადანაწილება ძალიან ადვილია. როცა საკუთარს ეხება საქმე, ეგ უკვე სხვა საკითხია. ტრამპი ცდილობს ნებისმიერ ფასად მიაღწიოს იმას, რომ მშვიდობა იყოს და მშვიდობის ასე ვთქვათ მედროშე გახდეს. რატომღაც ამერიკის პრეზიდენტი ლაპარაკობს იმაზე, რომ მთელს მსოფლიოში მშვიდობა უნდა მოიტანოს. კარგია მშვიდობა, რა თქმა უნდა, ამის საწინააღმდეგო ვინაა, მაგრამ რის ხარჯზე და რა საშუალებებით ეს არის მთავარი. რუსეთი თუ წაიღებს იმ ტერიტორიებს, სადაც ჯერ კიდევ დაუშვათ იგივე დონბასში უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, ეს რუსეთისთვის რა თქმა უნდა იქნება მომგებიანი. არა მარტო წაიღებს რუსეთი, მის საერთაშორისო აღიარებას ითხოვს მთელი ამ ტერიტორიების, რომ შემდეგ არავის გაუჩნდეს დაუშვათ პრეტენზია. ამიტომაც არის, რომ რუსეთის ფაქტიურად რუსეთის თამაშს თამაშობს და თამაშობდა დღემდე ამერიკა და ეს ალბათ ასე იქნებოდა, რომ არა ევროპის ასე ვთქვათ და საკმაოდ მკვეთრი და მკაფიო გამოსვლა. იმიტომ რომ ევროპა დგას საფრთხის წინაშე და ეს ტრამპად მშვენივრად იცის და არა ამერიკა. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპს. ეთი. ბატონ ვახტანგ, გადმოვიდეთ საქართველოში და რადგან ტრამპი ვახსენეთ პირველ რიგში, მოდით გკითხავთ, რას უნდა ნიშნავდეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ, მისამართით ის არც თუ ისე პოზიტიური შინაარსის განცხადებები, რაც ბოლო პერიოდში გვესმის ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, ანუ თუ კი აქამდე საქართველოს ხელისუფლებისგან ქებას და დიდებას ვისმენდით ერთგვარად რიგ საკითხზე ტრამპის პოზიციონირებასთან მიმართებაში, ახლა ვხედავთ, რომ წამოვიდა კრიტიკა. აი მაგალითად საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ტრამპი ვითომ ებრძვის deep states, ისე როგორც მათი შეფასებაა, რომ ტრამპმა კარგად დაიწყო, მაგრამ და სამი წერტილი. მოკლედ, აი ეს მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს, ეს მინდა გკითხოთ და რითი შეიძლება იყოს ქართული ოცნება უკმაყოფილო, როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას. ქართულ ოცნებას დიდი იმედი ჰქონდა, რომ ტრამპთან ასე ვთქვათ სიტუაციას დაალაგებდა და უფრო მისთვის სასარგებლო პოლიტიკას განახორციელებდა, ან უпростоრად აღადგენდა ურთიერთობებს იმ თემებზე, რასაც ამერიკა ქართული ოცნების საქართველოს ურთიერთობა ერქვა, მაგრამ როგორც ვნახეთ, ასეთი რამ არ მოხდა. ქართული ოცნება ამიტომ გაღიზიანებული და გამრაზებული არის ამერიკის ადმინისტრაციაზე და პირდაპირ და უშუალოდ რომ ეს ამერიკულ პოლიტიკას არ დააბრალონ, ისევ და ისევ მაშველჯოხად თუ რა ვიცი, მაშველ რგოლად შემოყავთ deep state-ი, რომ აი ტრამპიც ებრძვის deep state-ს, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ გაუჭირდა და ვერ დაამარცხა. ტრამპი ივანიშვილი ხომ არა, რომ ესე უეცრად მოულოდნელად დაამარცხოს და ასე უჭირს, რა თქმა უნდა, ტრამპს უჭირს, ჩვენ არ გვიჭირს და საქართველოში ეს თემა მოგვარებული და გადაწყვეტილი გვაქვს.
აი ეს არის რეალობა და ცდილობს რახან არ გაჭრა იმ პოლიტიკამ რომ აი დაგველაპარაკეთ და ასე შემდეგ და იქიდან საკმაოდ კაფიო და მკვეთრი განცხადებები წამოვიდა. ამიტომ დღეს ქართული ოცნება იწყებს უკვე ამერიკის ასე ვთქვათ კრიტიკას. თუ მაინც არაფერი არ გამოვა მაშინ ჯობია რომ გაედავეს პრინციპით დაიწყოს ეს საუბარი. ამასთანავე რაღაც ბაზას ალბათ კულუარული მოლაპარაკებები რა მეორე და მესამე რანგის ოფიციალურ პირებთან ალბათ იდის და რაღაც ბაზას ამზადებენ თუ რა შეთავაზონ უფრო მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებს. ხედველობაში მაქვს თემა რომელიც დაუშვათ ლუკაშენკოსთან ურთიერთობაში. ანუ გულისხმობთ იმ პატიმრების საკითხით პოლიტიკურ ვაჭრობას, რომელთან მიმართებაშიც არის განცხადებები, რომ არიან პოლიტპატიმრები. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ამას გულისხმობ, მაგრამ ჯერჯერობით ტრამპისთვის საქართველოს როგორც ჩანს არ არის ის თემა, რომელსაც მიმდინარე დღის წესრიგში ჩასმა უწევს და აი თვითონ ქართული ოცნებისთვის, უშუალოდ ქართული ოცნებისთვის რამდენად მოაგვარებდა დღეს არსებულ პოლიტიკურ პრობლემებს, მხოლოდ პოლიტპატიმრების, ასე ვთქვათ, გათავისუფლება. საჭიროა თუ არა კიდევ არაერთი და სხვა ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ქართული ოცნების პოლიტიკის მიმართ დასავლეთში კითხვები არ დარჩეს. იცით რა, დასავლეთში კითხვები ყველა ვარიანტში იქნება. ყველა ვარიანტში. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყნის შიგნით, ასე ვთქვათ, თავის მომხრეებში მაინც შექმნას იმიჯი, რომ აი მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ამერიკას გველაპარაკება, დასავლეთის გველაპარაკება, ანუ შექმნას, როგორ გითხრათ, ილუზია იმის, რომ იზოლაციას დასავლეთიდან თავი დავახციეთ. და აშხაბადში კი ბატონო მიღებული ვართ, აი პრობლემა არ არის. ახლა გვიჭირს აი ეს დასავლეთის ნაწილი. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ევროპაში და კერძოდ პოლონეთში, სადაც ქართველებს გარკვეული პრივილეგიები ჰქონდათ, მუშახელს სამუშაოს მიღების და შოვნის და ასე შემდეგ, დაიწყო იქ საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები სწორედ ქართველებთან მიმართებაში. ხელისუფლება შიშობს იმას, რომ თუ ეს პროცესი სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდა, ეს გამოიწვევს არალეგალების დეპორტაციას, არა მარტო დასავლეთიდან, არამედ ამერიკიდანაც. ჩვენი ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა ხომ არალეგალია. ხო და ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას შეექმნება ძალიან დიდი პრობლემები, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ისე ადამიანური თვალსაზრისით. აი თქვენ აშხაბადი ახსენეთ და ახლა ჩვენ საუბარს გარკვეულწილად სწორედ ამ მიმართულებით ამ თემასთან დავაკავშირებთ. აი ჩვენი ინტერვიუ უკრაინის თემით გავხსენით. ახლა კი მინდა ვისაუბროთ იმაზე, სად წყდება საქართველოს ბედი. ანუ თუ კი უკრაინის ბედს დღეს შეიძლება ითქვას, რომ დასავლური სახელმწიფოები არჩევენ, ხო? ანუ დასავლური სახელმწიფოები არიან ჩართული უკრაინის ბედის გადაწყვეტაში. აი საინტერესოა, სად წყდება საქართველოს ბედი და რატომ მინდა რომ ეს კითხვა დაგისვათ, ამასაც ავხსნიევა. ისევ შეფასების საგანია სწორედ ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტი. ამ ვიზიტთან მიმართებაში კი პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენი პრემიერი წავიდა იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება. აი სოციალურ ქსელში წერდნენ გუში, რომ ვოლსკის ეს განცხადება არ უნდა იყოს რაღაცა ცარიელი სიტყვები და დიდი ალბათობით ის კონკრეტულ პოლიტიკურ გზავნილს უნდა ატარებდეს. აი თქვენი აზრით რა იგულისხმა ვოლსკიმ განცხადებაში, რომ თურქმენეთში და აშხაბადში წყდება საქართველოს ხვალინდელი დღე. როგორ უნდა მივიღოთ ის, რასაც ამბობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი? იცით რა ვოლსკიმ რა იგულისხმა გამიჭირდება მაგისტმა, მაგრამ ის რომ შეიძლება თუ არა იყოს კონკრეტული პოლიტიკური გზავნილის მატარებელი მისი ეს განცხადება. გარკვეულწილად ალბათ კი, იმიტომ რომ
რეალ ფაქტიურად ვოლსკიმ რაც თქვა, რეალობა ასახა ქართული ოცნებისგან გამომდინარე. ჩვენ ხომ მთელი ეს წელი დაჩქარებული წესით მივდივართ ავტორიტარიზმისაკენ. ავტორიტარიზმი და ევროპა და დასავლეთი შეუთავებელი და შეუთავსებელია. ბუნებრივად ჩნდება ის, რომ ჩვენ სწორედ იმ გარემოში აღმოჩნდით, სადაც მისაღებია, სადაც არავინ არ კითხავს ადამიანის უფლებებზე, პოლიტპატიმრებზე და ასე შემდეგ. და სადაც უბრალოდ ლაპარაკი იმაზე, რომ ძალაუფლება არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს და ასე შემდეგ, ეს პრობლემები არ დგას. ყველაფერი მოგვარებულია, ყველაფერი დალაგებულია. ამიტომაც აქეთ მივდივართ ჩვენ და ვოლსკიმ ეს უბრალოდ თქვა მეტი არაფერი. ოღონდ რამდენად სწორია ეს და რამდენად წყდება დაუშვათ აშხაბადში და არა ევროპაში ჩვენი მომავალი. ეს ორ რამე ფაქტორია დამოკიდებული. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ უკრაინაში ჩვენ უფრო მეტად ვართ უკრაინაზე ქვეყნის პოლიტიკა და მიბული, ვიდრე დაუშვათ ვოლსკი და მისი შეიძლება მეგობრები ამას ფიქრობდნენ. როგორ გადაწყდება უკრაინის ამბავი, ეს იქნება განსაზღვრელი იმისა, თუ როგორ წავა საქართველოში ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარედანაც პოლიტიკა. თუ უკრაინაში ჩვენი საზოგადოება მთლიანობაში ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში არ ყოფ კოცებად და ნაცებად და მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად საზოგადოებას, თუ ეს საზოგადოებაში გაჩნდება იმის განცდა, რომ უკრაინაში პრობლემები დასავლეთმა მოაგვარა უკრაინის სასარგებლოდ, მაშინ აქ უნდა ველოდოთ ანალოგიურ ვითარებას. თუ პირიქით მოხდა და ჩვენმა საზოგადოებამ ჩათვალო, რომ რუსეთმა მიაღწია წარმატებას და აუშვათ ისე იგივე ტრამპის 28 პუნქტიანი გეგმა რომ შესრულებულიყო, აქ უკვე პრობლემები იქნებოდა და იქნებოდა ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვართ, როგორ გითხრათ, ქართული ოცნე შიშია საზოგადოებაში, მაგრამ არა ქართული ოცნების მიმართ, არამედ რუსეთის მიმართ. და ეს შიში გადმოდის იქედან, რომ რახან ქართული ოცნება ასეთ როგორ გითხრათ, პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, რომ ჩვენ რაღაცნაირად ვართ დაზღვეული. და თუ ეს შიში გაქრება, მაშინ ქვეყანაში ძალიან სწრაფად განვითარდება პროცესები. ბატონო ვახტანგ, კიდევ ერთი კითხვა ირაკლი კობახიძის აშხაბადში ვიზიტის კონტექსტში და მერე პოლიტიკური პერიპეტიების შეფასება კიდევ სხვა კუთხით განვაგრძოთ. ახლა მოდით ის კადრები აღწეროთ, რომელიც ირაკლი კობახიძის გამომეტყველებას და განწყობას ასახავდა თურქმენეთის ფორუმზე ვლადიმერ პუტინის გამოსვლის დროს. მეორე მხრივ კი ასევე ირაკლი კობახიძეს გვიჩვენებდა უკვე ფორუმს მიღმა არაფორმალურ გარემოში და ამ შემთხვევაში გულისხმობ ვიდეოს, სადაც ჩანს როგორ დაიარება ირაკლი კობახიძე დერეფანში, მაშინ, როდესაც ფორუმის სხვა მონაწილეები ერთმანეთთან საუბრობენ. აი, რა დაგანახათ ამ კადრებმა? ირაკლი კობახიძის რა განწყობა ჩანდა, როგორც ერთი ისე მეორე ვიდეოდან, იმიტომ რომ ორად იყოფა აზრი, კომფორტულად უნდა ყოფილიყო თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში შეკრებილ საზოგადოებასთან. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სწორედ მათთან, აი ამ საზოგადოებაში გრძნობს ირაკლი კობახიძე თავს კომფორტულად, თუმცა გავრცელებული ვიდეო კადრებიდან ჩანდა თუ არა მაინც ამის საწინააღმდეგო და საპირისპირო. იცით რა შეა საქმე, რომ კობახიძე კი მიიწვიეს აშხაბადში და ჩავიდა იქ და ყველაფერი ასე ვთქვათ თითქოს ნორმალურად წარიმართა, მაგრამ ჯერჯერობით არც კობახიძეს და არც ქართულ ოცნებას ისინი თავისიანად ართულიან. ამიგეთ, აი ეს პრობლემა უდგას კობახიძეს როგორც და ქართულ ოცნებას როგორც აშხაბადში, ისე დაუშვათ ევროსაბჭოში იქნება თუ სხვა დასავლეთთან ურთიერთობებში. ეს პრობლემა უდგას. ამიტომ მასთან გარდა ამისა, ამ შეხვედრაზე აშხაბადის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები არ წყდებოდა, რომ საქართველოს იქ რაღაც უფრო პოლიტიკური თემა იყო ეს შეხვედრა აშხაბადის, ვიდრე რაღაც კონკრეტული სახელმწიფოთა შორის ახალი ურთიერთობების თუ ახალი გზების ძებნის საშუალება. ამიტომაც არ ვთვლი, რომ
კობახიძე კომფორტულად იყო, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ იძულებითი ნაბიჯიც იყო მისი მხრიდან აი ესეთი ნაბიჯის გადადგმა. ეს ხომ პირველ ნახეთ აქ მნიშვნელობა რას აქვს ჩემი აზრით. ეს იყო პირველი 2008 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა, რამდენადაც მახსოვს, რომ საქართველოს სახელმწიფოს პირველი პირი და პუტინი ერთ მაშინ რა ქვია რატომ იყო იძულებული შეეძლო უარი ეთქვა და არ ვიცი სხვა დონეზე ყოფილიყო იქ დელეგაცია წარმოდგენილი საქართველოს დელეგაციას გულისხმობს ხო მაგრამ ესენი ხომ გზას ეძებენ რაღაცნაირად სიტუაცია დაალაგო რაღაცნაირად აღმოსავლეთთანაც რუსეთთანაც და ეს არის ერთ-ერთი კიდევ მინიშნება მე თავიდანვე ვთქვი რომ ჯერჯერობით თლად თავისიანად ართვლიან რომ აი იმ გუნდშიც რომ იყოს მიღებული. ბატონ ვახტანგ ირაკლი კობახიძეს დავუთმეთ ცოტა დრო ისე როგორც მის ვიზიტს, ახლა კი მოდით რამდენი წუთი პრეზიდენტებზე ვისაუბროთ და რატომ მრავლობითში ეს სიტყვა რეალურად ორ პრეზიდენტიანობა გვაქვს ქვეყანაში. უკვე ერთი წელია მივიღეთ მოცემულობა, როცა საზოგადოების ნაწილისთვის მიხეილ ყაველაშვილია რეალური პრეზიდენტი, ნაწილი კი ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქვეყნის პირველად მაინც სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს და იმ თელმა წელმა გამოდის, რომ სწორედ აი ამ პოლიტიკურ იწილო-ბიწილოში გაიარა. უნდა დასრულდეს თუ არა, თუნდაც ეს უშუალოდ ეს მოცემულობა, როცა საუბარია იმაზე, რომ მიხეილ ყაველაშვილია ლეგიტიმური პრეზიდენტი და არა სალომე ზურაბიშვილია ლეგიტიმური პრეზიდენტი. მოდით ამასაც კითხავთ, ისე როგორც საინტერესოა თქვენი შეფასება უშუალოდ მიხეილ ყაველაშვილს. აი, როგორ გაართვა თქვენი აზრით ყაველაშვილმა თავი ათონელის სასახლეში გატარებულ მის პირველ წელიწადს? თუ ყაველაშვილის პარლამენტში მოღვაწეობას დღევანდელს შევადარებთ, ძალიან დიდი ნახტომია, იმიტომ რომ გინებიდან პირდაპირ ესეთი მეტნაკლებად გამართული ლაპარაკი საერთოდ პოლიტიკაზე, ეს ჩემი აზრით ძალიან დიდი მიღწევაა. პარლამენტში გინებისმაც მე მგონი არც არაფერს აკეთებდა. ხოდა, ნუ ეხლა მეტნაკლებად რაღაცებს ლაპარაკობს, მაგრამ როგორ გითხრათ, თავისთავად საპარლამენტო რესპუბლიკაში ახლა პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანი არ არის და არც გადამწყვეტი არ არის. რაც შეეხება იმას, რომ ორი პრეზიდენტი გვყავს, მე ეგრე მგონია, რომ რას დავარქმევთ სულ ერთია, ოღონდ ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ის და არა გადაწყვეტილება რის შესახებ. ხო, თავისი ადგილის და როლის შესახებ აი ამ პოლიტიკურ ვითარებაში. ის ან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ჩამოყალიბდეს როგორც ლიდერი აი ამ პოლიტიკური მოძრაობის ან არ ვიცი, ასე თუ გააგრძელებს არც არაფერი არ გამოვა. კი, მას დაუძახებენ პრეზიდენტს, ხანდახან ვიღაცას მიიწვევს და ასე. შემდეგ, მაგრამ არსებულ ვითარებაში ლიდერია საჭირო და ეს ფუნქცია უნდა აი საინტერესო თემას შეეხეთ ბატონ ვახტანგ და მოდით უფრო მეტად გავშალოთ ეს ნაწილი შარშან სხვა შორის როცა სტარტს იღებდა ქართული ოცნების წინააღმდეგ პროტესტი გვესმოდა განცხადებები რომ აი სწორედ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა პოტენციალი მთელი პოლიტიკური სპექტრი მის ირგვლივ შეეკრიბა და როგორც ლიდერი გაძღოლოდა პოლიტიკურ პროცესს თუმცა ერთი წლის თავზე ვხედავთ რომ ვერც პროტესტი გადაიზარდა პოლიტიკურ პროცესში ოპოზიცია შეიკრა ერთ გუნდად და არც სალომე ზურაბიშვილია წინამძღოლი და მეტიც წინააღმდეგობის მოძრაობა საერთოდ პოლიტიკური სპექტრის ჩართულობის გარეშე მხოლოდ სამოქალაქო აქტივიზმის ასე ვთქვათ ფონზე გრძელდება. ერთია ვთქვათ რატომ მივიღეთ ეს სურათი და ვის მიერ დაშვებულ და რა შეცდომებს ხედავთ, მაგრამ მეორეა კითხვა უშუალოდ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში. აი თქვენი აზრით მისი როგორც ოპოზიციის გამაერთიანებლის და ოპოზიციის არ ვიცი აი წინამძღოლის რესურსი ჯერ კიდევ გამოუყენებელია და ასეთი რესურსი დარჩენილია და არსებობს თუ შეგვიძლია ვთქვათ რომ სალომე ზურაბიშვილმა ამ თვალსაზრისით საკუთარი თავი ამოწურა. იცით რა მგონი არსებული ვითარებაში მას რაღაც რა თქმა უნდა არა ისეთი როგორც ერთი წლის წინ ქონდა, მაგრამ რაღაც რესურსი იმისა რომ პასუხისმგებლობა თავის-თავზე აიღოს, ეს რესურსი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არსებულ ვითარებაში მას აქვს.
ოღონდ ამას უნდა ძალიან ასე ვთქვათ სწორი გათვლა და საკმაოდ ესეთი რადიკალური გულისხმობა მისი პოზიციიდან გამომდინარე ქმედებები. თუ არ გამოდის არაფერი, მაშინ ამ ასე გაგრძელებას რომ უბრალოდ პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივოდა მეტი არაფერი. რითი უნდა დაიწყოს, ხომ არ უნდა დაიწყოს განცხადებით იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი თვითონ აღარ არის და აქვს ამბიცია გახდეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. იცით რა, იქნება საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის თუ აღარ არის, იურიდიულად საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი აღარ არის. ეხლა მოგწონს ეს თუ არ მოგწონს თუ qalbi ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მან გადაწყვეტილება მიიღოს, რომ რეალურად ჩაერთოს. დღეს ზურაბიშვილი არის პოლიტიკური პროცესების მაყურებელი. რა პროცესებიც მიდის, კარგი, ცუდი და ასე შემდეგ. ხო? თუნდაც იგივე 4 ოქტომბერს მისი ყოფნა იმ შეკრებაზე ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ თუ მიდიხარ მაშინ თუ და ლიდერი გქია, მაშინ მომიტინგეებს შორის კი არ უნდა იდგე. ტრიბუნაზე უნდა იყო. აი ამას ვლაპარაკობ. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თუ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, შემდეგ უკვე ყველაფერი თავისთავად ნელ-ნელა დაალაგდება. ის ან გააერთიანებს მაბატია, ან შეძლებს რომ გააერთიანოს მთელი ეს ოპოზიცია და აიძულოს ყველა რომ მართლაც ერთი სპექტრი იყოს, მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებს, მაშინ უნდა გააკეთოს იმ სამოქალაქო საზოგადოებიდან თუ არ ვიცი, ახალი პოლიტიკური ზალა და დაიწყოს ოპოზიციურ პარტიებს და მათ აქტიურობაზე რას ფიქრობთ, ესეც გითხარით და ამით დაგემშვიდობებით. შეიძლება ითქვას, რომ არ ვიცი, აი ციხეში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც კი რიგ შემთხვევაში უფრო აქტიურნი არიან, მათი წერილებიც ციხიდან, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილებიც თუ სასამართლოზე გაკეთებული განცხადებებით, ვიდრე გარეთ და თავისუფლებაზე მყოფი პოლიტიკოსები. მათ შორის ფაქტობრივად აღარ ჩანს ერთ-ერთი წამყვანი პარტიის ლელოს დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრ ჯაფარიძე, ისე როგორც გერმანიაში იძულებით წასული გიორგი გახარია, უბრალო პოსტითაც კი კარგა ხანია აღარ ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. რა სურათი მივიღეთ ამას, რა ახსნას უძებნით, როდესაც ოპოზიციონერი ლიდერები ერთგვარად ჩრდილში ამჯობინებენ ყოფნას და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ადამიანები, ვინც ლიდერებად მიგვაჩნდნენ, არ ვიცი, ემზადებიან პოლიტიკიდან წასასვლელად, თუ კი მათი პოზიციონირება უკვე არ შეიძლება შეფასდეს როგორც გასვლა ქართული პოლიტიკიდან. რთული სათქმელია, იმიტომ რომ ერთ ქვაბში მოხარშვა ყველა ამ ლიდერის ალბათ არ იქნებოდა სწორი. გარკვეული ნაწილი მას შეიძლება მართლა დატოვოს პოლიტიკა და გავიდეს ასე ვთქვათ ამ პოლიტიკური თამაშიდან. თუმცა ჯერჯერობით ასეთ მოძრაობებს სიმართლე გითხრათ მე ვერ ვამჩნევ. ის რომ ვიღაცები ძალიან მამუკა ხაზარაძე, ბადრ ჯაფარიძე უნდა იყვნენ თუ არა უფრო აქტიურები ვიდრე დღეისთვის არიან. თავი დავანებოთ გიორგი გახარიას, რომელსაც გარკვეულწილად ხელფეხი აქვს შეკრული იქიდან გამომდინარე, რომ უფრო აქტიურობა რას ნიშნავს, რომ სააკაშვილივით ყოველ მეორე დღეს განცხადება გააკეთო? თუნდაც მხოლოდ სიტყვიერი განცხადებები თუ კი რაღაც კონკრეტული პოლიტიკური აქტივობები არა. არ ვიცი, ვერ გეტყვით. შეიძლება ეს ნიშნავდეს იმას, რომ ისინი უფრო რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ დაუშვათ პოლიტიკიდან გავიდნენ. არც არ გამოვრიცხავ. არა, დღეს იმდენად გაურკვეველია ქართული პოლიტიკური სივრცე, რომ ოპოზიციაში რა ხდება, კაცმა არ იცის. გამოუშვებენ გაივლეს ახლა ალბათ ერთ-ორ თვეში ეს ლიდერები, ვინც დაპატიმრებული არიან, ყველანი გამოვლენ, ხო და ზურაბ ჯაფარიძე გამოდის ხა რამდენიმე დღეში მე იანვარში გიორგი ვაშაძეს უწევს გამოსვლა. ხო, ნუ აი ნელ-ნელა ხო დატოვებენ, მაგრამ ციხეში ყოფნა არ ყოფნაზე არ არის აქ პრობლემა. ოპოზიციის პრობლემა არ არის ის, რომ ლიდერები არიან ციხეში. ოპოზიციის პრობლემა არის ის, რომ მათ
ვერ მოძებნეს ვერც იდეოლოგია გარდა იმისა, რომ რუსეთისკენ მივდივარ და ავტორიტარიზმი მყარდება და ასე შემდეგ, გარდა პოლიტიკური თემებისა ვერ მოძებნეს თემა, რომელიც აი ამ ელექტორატს გააერთიანებს. ოპოზიციის პრობლემა ესაა. ოპოზიციური ელექტორატი არ არის ერთიანი და ამაზე უნდა იფიქრო. მადლობა ბატონო ვახტანგ სამწუხაროდ ვეღარ ვახერხებთ ამ თემის კიდევ უფრო გაშლას იქიდან გამომდინარე რომ ამოიწურა გაწევის ამოცილისთვის განკუთვნილი დრო დღეს ამით დაგემშვიდობებით და ამით დავასრულოთ სხვა დროს ისევ შევხვდებით რა თქმა უნდა ვახტანგ ძაბირაძე იყო ჩვენი სტუმარი ახლა რეკლამის შემდეგ პოლიტიკური პერიპეტიების მიმოხილვა საკაკი ბობოხიძესთან ერთად განვაგრძობთ ასე რომ დაგვაერთეთ მაშასე რეკლამა დასრულებულია ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატონო აკაკი და მადლობა რომ შემოგვერთით ბატონო აკაკი დავიწყოთ აქტუალური საკითხების შეფასება პირველ რიგში კი უჩანს თუ არა პირი რომ ქართულმა ოცნებამ დასავლეთთან შესაძლოა იმ პატიმრების საკითხით ივაჭროს პოლიტიკურ ვაჭრობას გულისხმობ, რომელთა საქმეებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება. იცით რომ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებულია ეს თემა და გააქტიურებულია მით უფრო იმ ფონზე, როცა ვხედავთ რომ ბელარუსში ხდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ხა ვიდრე გკითხავდეთ იმაზე, რა უნდა იყოს პოლიტიკური პატიმრების თემით ვაჭრობაზე პასუხი ქართული ოცნებისთვის, იქამდე გითხარით საერთოდ თუ ხედავთ კონტურებს, რომ ქართულ ოცნებას დაპატიმრებული პოლიტიკოსები თუ პატიმრებული მომიტინგეების საქმეები აწუხებს, ტვირთად აწევს და ამ პრობლემის ასე ვთქვათ მოგვარებას ცდილობს. არა, ვერ ვხედავ სამწუხაროდ, ამის ალბათობა არსებობს, მაგრამ აქაც მგონია, რომ შედარებით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2020 წელს, იმიტომ რომ 2020 წელს ქართულ ოცნებას ჰქონდა შანსი დაელაგებინა დასავლეთთან და პოლიტიკური პატიმრები გამოიყენა სავაჭროდ და მან გაცვალა დასავლეთთან ნორმალიზებაში გაცვალა პოლიტიკური პატიმრების გამოშვება, ხო? ნორმალიზება მოხდა სიტუაციის, როდესაც 2020 წელსაც იყო პოლიტიკური კრიზისი და ოპოზიცია არ ცნობდა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ოღონდ განსხვავება ის იყო, რომ მაშინ დასავლეთი ნორმალიზების მხარეს იყო. ქართული ოცნების მხარეს არა, ნორმალიზების მხარეს, რაც ავტომატურად ნიშნავდა ქართული ოცნების სასარგებლო განწყობებს. დღეს რადიკალურად შეცვლილია სიტუაცია. ქართული ოცნების პრობლემა არ არის მარტო ის, რომ ის ავტორიტარულია და არ არის პრობლემა მარტო ის, რომ მას პოლიტიკური პატიმრები ყავს. ქართული ოცნება არის ღიად პრორუსული ხელისუფლება. ავტორიტარული არის ჩვენი მეზობელი სახელმწიფოც, ოღონდ ის თავისი არსით არ არის ანტიდასავლური. თავისი პოლიტიკით არ არის უпроსორად ანტიდასავლური, ის თვითმყოფადი სახელმწიფო ისეთია როგორიც არის, მას ყავს მოკავშირეები და დიდი მოკავშირეები, განსაკუთრებით თურქეთის სახით და მის ამოცანა არ არის ანტიდასავლური თამაშის წარმოება. ის უბრალოდ ისეთია როგორიც არის. საქართველოში ვერ შეინარჩუნებ ავტორიტარულ რეჟიმს თუ არ ახარ პრორუსი. იმიტომ კი არა რომ გინდა ან არ გინდა, სხვანაირად ვერ შეინარჩუნებ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი მით უმეტეს იმ პრობლემების შემდეგ, იმ ღია საზღვრის შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ რუსეთთან გამოაცხადა, მე არ გულისხმობ ტურისტების შემოსვლას და არც მათ შორის ბევრი რუსის შემოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე. აქ რუსული ინსტიტუტების შემოდინება ხდება ქვეყანაში, შემოღწევა ხდება და დღეს არის სერიოზული ეჭვი, რომ ჩვენს ძალოვან უწყებებს რეალურად რუსი ინსტრუქტორები მართავენ და ბელარუსიდან ჩამოსული ინსტრუქტორები მართავენ. ამიტომ თავისი არსით საქართველოს ხელისუფლება არის ანტიდასავლური და ამას ხედავს დასავლეთი. ამიტომ ქართულ ოცნებასთან ურთიერთობის დალაგების საკითხში არ არის მხოლოდ პოლიტპატიმრები, ან მხოლოდ ავტორიტარიზმი, თორე აქ რაღაც ნაბიჯებს გადადგავდა ქართული ოცნება. აქ არის პრობლემა ის, რომ თავისი არსით ის არის პრორუსული, ანტიდასავლური უпроსორად და ანტიდასავლურობა ამ რეგიონში ავტომატურად პრორუსულობას ეხმობის სხვა შანსი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ქართულ ოცნებას პრაქტიკულად დალაგების შანსი ამ პოლიტიკით არ აქვს. თორე მარტო პოლიტპატიმრების გამოშვება არ გამოშვება, რომ ამ პრობლემას უგვარებდეს, გარწმუნებთ, რომ 2020 წლის წელივით უკვე პოლიტპატიმრების გამოშვება დაწყებული იქნება. ვერ დაალაგებს ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც დასავლეთთან. ერთი კითხვაც, რადგან დასავლეთი ვახსენეთ იმაზე, რაც გუშინ ითქვა ბრიუსელში, გულისხმობ გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის პოზიციას, რომელმაც ქართულ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გააგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოების
მოსახლეობისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რათა საქართველოს მთავრობას უთხრან, რომ მართლები არ არიან. ხა ამ განცხადების გამო და თქვენ ეს გეცოდინებათ ბრიუსელის და უშუალოდ კოსის მისამართით გუშინ მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა კრიტიკული განცხადებები ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებმაც ბრიუსელს კიდევ ერთხელ ურჩიეს სწორად გააცნობიეროს, რას ფიქრობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. აი მარტა კოსის განცხადებაში თქვენ რამდენად დაინახეთ რამე ისეთი განსაკუთრებული, რაც აქამდე არ მოგვისმენია და რის გამოც ქართული ოცნება ასე ვთქვათ უნდა ღელავდეს. ქართული ოცნება უნდა ღელავდეს თუ არ ღელავდეს, ცოტა უცნაურად ქართული ოცნება უნდა ღელავდეს ზოგადად იმ მდგომარეობის გამო, რა მდგომარეობაშიც მან ჩაიგდო თავს და ჩააგდო ქვეყანაც. ოღონდ ქართული ოცნება შესული ემჭაბობში, რომლიდანაც გამოსვლა უკან ადვილი არ არის. მათ არჩევანის გაკეთება უწევს გახდნენ პროდასალურები და ხელისუფლების დაკარგვის შანსი მინიმუმ რეალური გახდეს, ან ხელისუფლების შენარჩუნების ხათრით ვარიტყვან დასავლეთ მიმართულებაზე. ეს განცხადება ხო არ არის ახალი, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ბრიუსელი ურთიერთობების გაგრძელებას აღარ აპირებს, გარმოებას აღარ აპირებს და მთლიანად სამოქალაქო სექტორზე გადადის. აქაც ამ განცხადებებსაც რაც შეეხება დაფიქრებული არიან და განცხადებებსაც აკეთებენ და მათი პოზიცია არის ღია და ცალსახა. უგონ უცნაური რა არის, იცი რომ ქართულ ოცნებას ყავს ამორჩეველი და ყავს მომხრეები, რომლებიც არ ვიცი რა მოტივით, ბევრი მოტივი არსებობს, უბრალოდ არ არსებობს ესე მხოლოდ ერთი, მათ შორის კეთილდღეობის, მინიმალური კეთილდღეობის შენარჩუნების, დიდად კეთილდღეობაში არ მგონია იყვნენ 300 ლარ დარიგებული, 300 ლარიან საბიუჯეტო ხარჯზე შემჯდარი მოქალაქეები, მაგრამ იმის შიშით რომ ეგეც არ დაკარგონ, ეს ადამიანები რეალურად ყველაფერს ამართლებენ და პროპაგანდის აბსოლუტურად ერთი მეორის საწინააღმდეგო პროპაგანდისტულ პოსტულატებსაც კი უყოყმანოდებულობენ. აი მაგალითად ახლა deep state არის ის, ვისაც ქართული ოცნება ებრძვის და წარმატებით ამარცხებს, ამათ რო კითხო, ხო? ანუ deep state არის ის ჩნილოვანი მართვა მსოფლიოში, რომელმაც მსოფლიოს ყველა ხელისუფლებას მოუგო, აი რატომღაც ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან აღმოჩნდა უძლური. ტრამპთან მიმართებაში აცხადებენ, რომ აი deep state-ს ებძვის, მაგრამ თლათ ვერ უდებს. მაგრამ ახლა აგერ პროპაგანდისტი ზაზა შათირიშვილი გამოდის და პირიქით ამბობს, რომ ტრამპი deep state-ის წარმომადგენელია და ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკის გამტარებელია და იქვე ამბობს, რომ ევროკავშირის დაშლა უნდათ. ანუ ზაზა შათირიშვილს თუ მოусმენთ, ტრამპი არის deep state-ის წარმომადგენელი, რომელსაც უნდა ევროკავშირის დაშლა. ოღონდ ევროკავშირი დანარჩენი ქართული ოცნების განცხადებები თვითონ არის deep state-ისგან მართული და ანუ ერთდროულად რანაირად ხდება ის, რომ deep state-დან მართული ევროკავშირის დაშლა უნდა deep state-ს და ერთ სიტყვით ყველაფერს ოჯახის ღირსებასაც იცავენ, მაგრამ მათი მთავარი იმედი გერმანიაში AfD არის, რომლის თავმჯდომარეს ქალბატონ თავმჯდომარეს ასევე ქალბატონი ყავს მეუღლე და წარმატებით ეგეთი ქართული ოცნება წარმატებით იცავს ყველა პროპაგანდისტულ, უბრალოდ წარმატებით იბრძვის ყველა პროპაგანდისტულ. რადგან ტრამპი ახსენეთ, ისე არის კითხვა, რით იხსნით იმას, რითი შეიძლება აიხსნას ის, რომ არ ვიცი, დონალდ ტრამპი საქართველოს არც კი, ასე ვთქვათ, იმჩნევს. ერთი წელი ხდება, ხო, მალე რაც ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას უკვე მეორედ შეუდგა და ამ დრომდე არც ერთი სიტყვა არ უთქვამს, თავი რომ დავანებოთ ქართულ ოცნებას, ზოგადად ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოზე, რატომ არ აქვს ტრამპს თქვენი აზრით არანაირი რეაქცია იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, რატომ არ ამბობს არც კარგს და არც ცუდს? ეს არის ქართული ოცნებისთვის, ასე ვთქვათ, დროის ფაქტორი, მას აქვს ეს დრო, ეს არის ჩვენთვის ხელისშემშლელი. ფაქტია, რომ დღეს შეერთებული შტატებისთვის საქართველო არ არის აქტუალური და ოპოზიციამაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ საქართველო არ ჩამოვიდეს საერთაშორისო საკითხების საერთოდ არ გაქრეს, მაგრამ ვერ ვახერხებთ, რომ იყოს მოწინავე საკითხებს შორის. ეს ალბათ ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ მისი მთავარი ამოცანა ამ წუთში არის
უკრაინის შეჩერება უკრაინის შეჩერებაზე მეტად ზოგადად პრობლემის მოგვარებას დავარქმევდი, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. ეხლა მე მესმის რომ თქვა ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილო ბევრი ადამიანი არსებობს და დიდად კმაყოფილი არც მე ვარ, არც ამონებს მე უფრო ღია მხარდაჭერა, უფრო მეტი მხარდაჭერა მინდოდა და მენდომებოდა უკრაინისთვის, მაგრამ მე მგონია რომ საბოლოო შედეგი მაინც დადებით იქნება ერთი მარტივი მიზეზის გამო. ტრამპი პირდაპირ აცხადებს, რომ ამერიკა არ იქნება ერთპიროვნული, ესე ვთქვათ, მფლობელი მშვიდობის დაცვაზე და ის მოსინჯვას უკეთებს აი ეს ეგრეთ წოდებული 28 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ვიღაცების თვალში მოინათლა პირდაპირ პრორუსულ გეგმად. მე ვფიქრობდი რომ მაინც მე მგონია რომ მაინც ნიადაგის მოსინჯვის არის რამდენად შეძლებს თუნდაც ევროპელი ლიდერები აი ამ 28 პუნქტიან გეგმას გაუწიოს წინააღმდეგობა. ანუ თუ თქვენ იმის უნარიც არ აგაქვთ რომ ჩემს არც თუ ისე კარგ გეგმას წინააღმდეგობა გაუწიო, მაშინ მე თქვენი თანამებრძოლობის იმედი რუსული იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში მაინც და მაინც არ უნდა მქონდეს. ამ დროს ტრამპი ღიად აცხადებს, რომ პრობლემებსა და ჩვენ შორის არის ატლანტიკის ოკეანე. პრობლემები თქვენ უფრო გაქვთ ვიდრე ჩვენ და რადგან თქვენ უფრო გაქვთ, მე არ გავდივარ თამაშიდან, მაგრამ თქვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღო და ის უსინჯავს ნიადაგს, რამდენად არის ევროპა მზად თვითკმარი იყოს და აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობები და საბედნიეროდ ევროპა ნელ-ნელა ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობებს იღებს. მათ არ მიიღეს, ასევე უკრაინამ არ მიიღო უკოყმანო და იქ არის პრობლემები და არღებულობენ ტრამპის, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ პრორუსულ გეგმას ეგრე უკოყმანოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩემის აზრით ტრამპისთვის ევროპა პირიქით უფრო სამდო პარტნიორი აღმოჩნდება ხვალდაზე. რამდენიმე წუთი დაგვრჩა და მინდა რომ ერთადერთი რაზეც გული მწყემა, ერთი წელი გავიდა და სამწუხაროდ ევროპა, რომელსაც ამერიკამ თავიდანვე ტრამპის ამერიკამ ყოველ შემთხვევაში განუცხადა, რომ მარტო ჩემი ხარჯი არ იქნება სოფლიო წესრიგი, მარტო ჩემი იმედად მიიქნებით განსაკუთრებულ ევროპულ წესრიგზე დაიმედებულები, სამწუხაროდ ჯერჯერობით მნიშვნელოვანი და სწრაფი ნაბიჯები, ესე ვთქვათ, სამხედრო პოტენციის ასამაღლებლად არ გადადგურა. იმედი მაქვს, რომ გადაიდგება. რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ბოლოს ისევ საქართველოში უშუალოდ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მინდა დაუბრუნდეთ და აუცილებლად უნდა გკითხოთ ქვეყანაში აი ამ მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში საპატრიარქოს დამოკიდებულებაზეც გუშინ გახდა ცნობილი, რომ საპატრიარქოს ბრძანებით, რომელსაც ხელს აწერს თავად პატრიარქი, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზის დარღვევის მიზეზით შეუჩერდა მღვდელ მოქმედების უფლება. ეხლა არქიმანდრიტი დოროთე ის სასულიერო პირია, რომელიც ძალიან აქტიურად დადის აქციებზეც და მწვავე კრიტიკასაც არეგდება ქართული ოცნების ხელისუფლების მისამართით. შესაბამისად, აი მარტივად გითხავთ, რა მესიჯია საპატრიარქოს გაწყვეტილება? მე მართალი გითხრა, ეჭვმეპარება, რომ პატრიარქის ხელმოწერით არის ეს ბრძანება, მის ხელმოწერას უბრალოდ იყენებს ვიღაცა. მე იმაშიც მეტი ეჭვმეპარება, რომ პატრიარქის ჯანმრთელობა მას აძლევს საშუალებას არათუ მართოს, არამედ საერთოდ საქმის კურსში იყოს. ეს მცირე ჯგუფი, რომელიც არის ჩემის აზრით პირდაპირ რუსული საპატრიარქოს ფილიალი საქართველოში, იყენებს პატრიარქის ამ მდგომარეობას და ისე როგორც ქვეყანაში ინფილტრირებულია რუსული სპეცსამსახურები, მგონია, რომ საპატრიარქოშიც უფრო მეტად თუ უფრო ნაკლებად არა, ასევე გავლენა რუსული სპეცსამსახურების არის დიდი და ეს ჯგუფი ჯაღმაიძე თვალწვდები საპატრიარქოში პირდაპირ მოსკოვიდან მოგვევლინა და მე არ ვიცი რამდენად მართალია. ეკლესია არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში, აი რას ეთქოდით მათ, ვინც ასე ფიქრობს და ვინც მიიჩნევს, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, სასულიერო პირები და ეკლესია უნდა იყვნენ ჩვენ. ამით ხდება სინამდვილეში ხელისუფლების მხარდაჭერის შენიღვა. ძალიან კარგად ერევიან. ეხლა სწორედ ეს პოზიცია აწყობთ, რომ არ ჩარევის სახელით ხარი დაუჭირო ქართულ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ეკლესიას ჯერ კიდევ აქვს საქართველოს მოსახლეობაში საკმაოდ დიდი გავლენა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეა, მიუხედავად იმისა, ერევა სიტყვიერად განცხადებების დონეზე თუ არ ერევა, სინამდვილეში რეალურად დიდი მოთამაშეა და დღეს ამ განცხადებით ისინი თავიანთ პოლიტიკურ პოზიციას მხარს უჭერდნენ საქართველოს ხელისუფლებას, უბრალოდ ნიღბავენ. ეს არის ჩვეულებრივი, ვიმეორებ, რუსული ფილიალი სამწუხაროდ
და სამწუხაროდ ისე როგორც ქვეყანაში დღეს დასავლური ძალები კაცინებით მეტნი ვართ, მაგრამ ღონე და ძალა ამ წუთში ხელისუფლების ხელში უფრო მეტია, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიაში ჯანსაღი ძალები უფრო მეტია, მაგრამ მართვის ბერკეტები და ღონე და ძალა ამ წუთში არის რუსული გავლენის ჯგუფის ხელში. კი ბატონო და ბოლო კითხვას დაგისვავთ კიდევ ერთ საკითხზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით გადადგმული ის ნაბიჯებიც შევაფასოთ, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან ბოლო თვეების განმავლობაში ვნახეთ და აი საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს ჩაატარა ანალიზი და მივიდა დასკვნამდე, რომ გამოძება შერჩევითად დაინტერესდა ქართული ოცნების კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსნებიც, რაც შესაბამისად ამ ორგანიზაციის შეფასებით იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ადგილი აქვს მართულ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას და ეს არაა კორუფციასთან რეალური ბრძოლა. აი თქვენი სათქმელი რა არის ამ პროცესზე, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ხედავდით, რა კატეგორიის, არ ვიცი, ყოფილი მაღალჩინოსნები ხდებიან საგამოძიებო ორგანოების სამიზნეები თქვენი აზრით, თუ კი რა თქმა უნდა საუბარია იმაზე, რომ ოცნება შერჩევითად ინტერესდება და არჩევს კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირებს. კი, ნამდვილად შერჩევითია, ეს არანაირი კავშირი ამას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან არ აქვს ნამდვილეში. მეცაც გეტყვით, მე მგონია, რომ არა მარტო ჯგუფებს შორის ბრძოლა, არამედ ის, რასაც პოლიტიკური სპექტრი და არა სამოქალაქო საზოგადოება ამბობდა, მე მგონი ეგ არის ყველაზე სწორი ვარიანტი. ჯგუფებს, რომლებიც იშოვეს დროის რაღაც პერიოდში იმაზე მეტი ფული, ან არ ვიცი, რაღაც ფული დღეს აძლევენ დროს და ვადას ამის უკან დასაბუნებლად, თუმცა დროს და ვადას ფაქტია, ხო, არც ერთი საქმე რეალურად წინ აღარ მიდის, დარჩა გაყინული რამდენიმე, ესე ვთქვათ, მეისრის დონეზე. დანარჩენებს მექნება შტაბ-კილება, რომ უბრალოდ გაფრთხილება მიეცა მთავარ პირებს, გაფრთხილება მიეცა და მათ მიეცა დრო რაღაც თანხის აკრების და მიტანის. ოღონდ ეს ადგილი, სადაც ისინი თანხას მეიტანენ, ბუნებრივია არ იქნება საქართველოს ბიუჯეტი, იმიტომ რომ ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ოფშიაქში და ბიძინა ივანიშვილთან, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება მგონია მარტივი. მე გაშოვნინეთ ფული, მე ეხლა დავკარგე საერთაშორისო მდგომარეობებიდან გამომდინარე ბევრი, თან ბიძინა ივანიშვილს გონია, რომ შეთქმულებას უწყობს მთელი მსოფლიო მას, გაგახსენებთ იმ ცნობილ ფრაზას, როდესაც ბიძინა ივანიშვილი სერიოზულად დაინტერესდა იმით, მოაწყო თუ არა 11 სექტემბრის ტერაქტი ЦРУ იმისთვის, რომ ავღანეთში შესვლის მიზეზი ქონოდა. ანუ ამ კაცს ჯერა შეთქმულებების თეორიის deep state-იც ხო ამაზე მეტყველებს და ბიძინა ივანიშვილი აუნება ამ ადამიანებს, რომ მე ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ერთი ბანდა, მე დავკარგე ბევრი და კეთილი ინებეთ ახლა თქვენი ჯიბიდან დაფარეთ. დაახლოებით აი მარტივად გლეხურ ენაზე ესე მაქვს წარმოდგენილი ის პროცესი, რომელიც დღეს საქართველოში მიდის. სხვადასხვა ამბობენ, რომ რამდენიმე მათგანმა უკვე მიიტანა და აღარ ისმის მათ წინააღმდეგ უკვე პრობლემები. ესეთი ამბობენ, რომ არის კახი კალაძე. აი კეთილი, მადლობა ბატონო კაკი, იმისთვის რომ დაგვითმეთ დროზე. სადღაც 2 თვეა უკვე რაც ეგ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბატონმა კახიმ უკვე მისატანი მიიტანა. მადლობა ეს არის რამდენიმე ასეული მილიონი. სტუმრობისთვის დღეს დაგემშვიდობებით, აკაკი ბობოხიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს, დღეს ნიუსრუმი ამით დასრულებულია, ერთმანეთს უკვე ხვალ 11 საათში.